გამარჯობა ჩემო კარგებო. ეთილი იყოს თქვენი მოაბრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა თქვენთან ერთად მოვამზადოთ ყველაზე კლასიკური პასკა. ყოველგვარი მოწყობილობების გარეშე უბრალოდ ხელით, როგორც ამას ჩვენი ბებიები აკეთებდნენ. როცა პასკაზე ფიქრობთ, რა ინგრედიენტები გახსენდებათ? რძე, ქვილი, კარაქი, ქიშმიში, საფუარი და შაქარი. სწორია, ხომ? აი ზუსტად ასეთი რეცეპტია, კლასიკური, მარტივი, მაგრამ ძალიან ფუმფულა და გემრიელი. ჩემს არხზე უკვე დევს კიდევ ერთი პასკის რეცეპტი. ის უფრო დაკავებული ადამიანებისთვისაა, რადგან ცომი ღამით მზადდება. ეგ არის ეგრეთ წოდებული ალექსანდრიული ცომი, აუცილებლად ნახეთ და აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. და კიდევ, მაქვს იდეაში პანეტონეს პასკაც. თუ გინდათ წელს ერთად მოვამზადოთ, დამიწერეთ კომენტარებში. თუ მსურველი იქნება, ათზე მეტი მაინც გადავიღებ ვიდეოს. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი კლასიკური პასკის მომზადება. ჩვენ დაგვჭირდება ქვილი, რძე, კარაქი, შაქარი, ვანილის შაქარი, კვერცხი, სველი საფუარი, ქიშმიში, მარილი და მცენარეული ზეთი. სრული ინგრედიენტების სიას, როგორც ყოველთვის დავტოვებ აღწერილობაში. მოდით მოვამზადოთ. ვადნობთ კარაქს, ვაცხელებთ რძეს. შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ ერთ ქვაბში. მე უბრალოდ ცალკე გავაკეთე, რომ უკეთ გაჩვენოთ. ვამატებთ შაქარს თბილ მასაში. ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი, რომ თითი თავისუფლად ჩაყოთ. არ უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არც გრილი და ოდნავ თბილიც არ უნდა იყოს. კარგად ვურევთ და ვამატებთ საფუარს. მე უკვე დაახლოებით 3 წელია ვიყენებ მხოლოდ ძველ საფუარს. ეს საფუარი ედება იქ, სადაც ფქვილს ყიდიან ან საბითუმო მაღაზიებში იკითხეთ. თუ ვერ იპოვეთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი მშრალი საფუარი, ოღონდ არა სწრაფი. ვამატებთ ვანილს და კიდევ ერთხელ კარგად ვურევთ, სანამ საფუარი ბოლომდე არ გაიხსნება. ვამატებთ გაცრილ ფქვილს, კარგად ვურევთ. ვაფარებთ ცელოფანს და ვდგამთ თბილ ადგილას, ორპირების გარეშე. მე ჩვეულებრივ ვთავ ღუმელში მხოლოდ ნათურას და იქ ვდებ. იდეალური ტემპერატურაა მანდ. ამ პროცესს სჭირდება დაახლოებით 30-50 წუთი. ყველაფერი არის საფუარზე დამოუკიდებული. ამ დროს მოვამზადოთ ქიშმიში. გავარჩიოთ, მოვაშოროთ ზედმეტი, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში. დავასხათ მდუღარე წყალი და დავტოვოთ დაახლოებით 10-15 წუთით. ეხლა გავტეხავთ კვერცხებს, ერთი ცილა გადავდოთ ცალკე. ბოლოს მინანქრისთვის დაგჭირდება. ამიტომ ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად უყურეთ. უნდა გაჩვენოთ, როგორ გავაკეთოთ ქათქათა თეთრი მინანქარი. ცილას ვამატებთ მწიკულ მარილს და ვიწყებთ თქვეფას მყარ პიკებამდე. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მზადაა? უბრალოდ ფრთხილად გადააბრუნეთ თასი. თუ ცილა არ ჩამოდის, ესე იგი ყველაფერი სწორად გააკეთეთ და მზადაა. ამ დროისთვის ჩვენი ცომი უკვე ამოსული იქნება. ნახეთ, როგორ გაიზარდა. ვიღებთ უფრო დიდ ჭურჭელს და ვამატებთ კვერცხებს, დარჩენილ ფქვილს და ათქვეფილ ცილას. ქიშმიშს გავწურავთ და კარგად გავაშრობთ, ხელსახოთზე ან პირსახოთზე. ზედმეტი სითხე ცომში ჩვენ არ გვჭირდება. ვამატებთ ქიშმიშს ცომში და ვიწყებთ მოზილვას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საფუარიან ცომში. უნდა მოვზილოთ კარგად, დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ცომი გახდება გლუვი და აღარ მიეკვრება ძლიერად ხელებსა და ჭურჭელს. თუ გეჩვენებათ, რომ ცომი თხევადია, ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაამატებთ ფქვილს. უბრალოდ გააგრძელეთ მოზილვას. როცა ცომი მზად იქნება, მოვამზადოთ ფორმები. ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ ფრანგულ პერანგს. ანუ ვზეთავთ ფორმას და მსუბუქად ვაყრით ფქვილს. მე სილიკონის ფორმას ვიყენებ და ამას არ სჭირდება, მაგრამ გაჩვენებთ მაინც როგორც მაგალითი. ხელებზე გადავუსვოთ მცენარეული ზეთი და ვიწყებთ ცომის ფორმირებას. ვაკეთებთ ბურთებს ისე, რომ ზემოდან იყოს მრგვალი, ქვემოდან პატარა კვანძით.
როგორც ხინკალი, ოღონდ შებრუნებული. ფორმებს ვავსებთ დაახლოებით 1/3-ზე. ანუ ვიზუალურად გავყოთ 3 ნაწილზე და მხოლოდ ერთი ნაწილი შევავსოთ. შემდეგ ვდგამთ ისევ თბილ ადგილას და ველოდებით საათს-საათს-ნახევარი. სანამ ცომი კიდევ ერთხელ ამოვა. როცა პასკა ამოვა ისე, რომ ფორმის კიდემდე დაახლოებით 2 სანტიმეტრი დარჩება, ვიწყებთ ცხობას. ვაწყობთ 170 გრადუსზე მზად ყოფნამდე. ვამოწმებთ ხის ჩხირით. უნდა გამოვიდეს მშრალი. თუ ზემოდან უკვე დაიბრაცა და შიგნით ჯერ არ არის მზად, არ ვპანიკობთ, ვაფარებთ ფოლგას და ვაგრძელებთ გამოცხობას. ნახეთ რა ლამაზი პასკები გამოვიდა. გადავიტანოთ ბადეზე და დავტოვოთ სრულ გაციებამდე. ახლა კი მოვამზადოთ მინანქარი. დღეს გადავწყვეტ შვეიცარიული მერენგა გავაკეთო. ასე ცილა თერმულად მუშავდება და თან ძალიან თეთრი და ლამაზი გამოდის. ვაკეთებთ წყლის აბაზანას. ქვაბში წყალი უნდა ადუღდეს, მაგრამ არ უნდა ეხებოდეს თასს. ვიღებთ ცილას. ვამატებთ შაქრის პუდრას. აუცილებელია წვრილად დაფქვილი. ვანილის შაქარს და ვიწყებთ ქვეფას. მე სამწუხაროდ წვრილად დაფქვილი არ მქონდათ, ამიტომ ძალიან გლუვი მინანქარი არ გამომივიდა. და თუ გნებავთ უფრო ლამაზი და უფრო გლუვი გამოვიდეს, აუცილებელია ნახოთ მზა ქარხნული დაფქვილი. აქ მინანქარი არ დადგება ისე მყარად, როგორც ადრე ატქვეფილი ცილა, მაგრამ მზად ყოფნის 2 ნიშანი აქვს. ხედავთ ვენჩიკის კვალს და თუ თითებს შორის არ იგრძნობა შაქრის პუდრი, ესე იგი მზადაა. შემდეგ ვაფორმებთ პასკებს. შეგიძლიათ უბრალოდ ამოავლოთ მინანქარში და ზემოდან მოაყაროთ, რაც გინდათ. კაკალი, ჩირი, შოკოლადი, მზა მოსაყრელი, ან რაც ფანტაზია გეტყვით. დაწერეთ კომენტარებში, როგორი პასკა გიყვართ, ნოტიო თუ ფაფუქი. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო გვაქვს. აუცილებლად გამიზიარეთ რა გამოგივიდათ. ძალიან გამიხარდება თუ რეცეპტი გამოგადგებათ. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო კარგებო.